არის შეთანხმება დედამიწაზე მიეცემა მამისაგან, რომელიც ზეცაშია. იმიტომ რომ როდესაც 203-ია შეკრებილი ჩემი სახელი, მეც იქავარ იმათ შორისო. ასე რომ ჩვენთან არის ღმერთი, როიცოდეს ჩვენს და როიცოდეს საპატრიარქო. შუდავა გვირფასო თანამემამულენო, ჩვენ ვინც დღეს აქ იმყოფებით ამ საპასუხისმგებლო აქციაზე, თქვენ აბსოლუტურად გაგიცნობიერებული გაქვთ, თუ რამხელა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი სამშობლო და მადლობა თქვენ რომ აი ამ სადარო დროზე გეხართ დღეს და თქვენ აქ მოგზადეთ დიდი პასუხისმგებლობით. დღეს ამ აქციას ატარებს ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის და ამ აქციის ორგანიზატორია ბატონი შალვა მახრაძე, რომელიც გახლავთ ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრი და ასევე ეროვნულ სარწმუნოებრივი მიმართულებით ხელმძღვანელი. ამავე დროს არის არასამთავრობო კოალიაციათა ორგანიზაციათა სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტი. ორ სიტყვას ვიტყვი და მთავარი მოხსენებელი იქნება ბატონი შალვა. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი მას, რომ დღეს ჩვენ ისეთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ, ჩვენი ქვეყანა იმხელა დიდი პრობლემის წინაშე დგას, რომ სახეზია უცხო ქვეყნებისგან შემოტევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და ქვეყნის არსებობაზე ქართველებისთვის. ეს ხდება არა იარაღით, არამედ უიარაღოთ დიდი ფულით, არაბული, ირანული და ასე შემდეგ. ყველა შემოსეულია აბსოლუტურად გაყიდულია უზარმაზარი ტერიტორიები, ხალხმა არაფერი არ იცის, საქართველოს ტერიტორიების უდიდესი ნაწილი არის გაყიდული. ამიტომ ამ თემას, ამ პრობლემას ვერც ჩვენ ახალი შექმნილი გაერთიანება, არაპარტიული გაერთიანება მოერევით, ვერც ერთი პარტია და ნუკა იკლუჩობს, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა მთელი ერის ერთიანობა და ეკლესიის და საპატრიარქოს გვერდში დგომა. ამიტომ მოვედით ჩვენ აქ დედა ეკლესიასთან, მოვედით საპატრიარქოსთან და ეხლა სიტყვას გადავცემთ ბატონ შალვა მახრაძეს. მოგესალმებით ჩემო ძილ. აუძიეთ. ასე მოგესალმებით ჩემო ძილფასებო. წინასწარ გთხოვეთ, მაგრამ მიკროფონის გარეშე ჩვენ აქ მოსული ვართ, რომ ჩვენი აზრი ხელში და დაიჭიროს მაგ. დავიჭერ ხელში მათში. მოდიშით რუპორზე ვარ, მე უფრო შეჩვეული რუპორტით ატარებდი ხოლმე აქციებს და ამიტომაც ბოდიშ მოვიხდი. კარგით, შევფეხდით, რომ ბოლომდე საქმეები უნდა ითქვას, შემდეგ დაისვება საჭირო კითხვები და საჭირო მოთხოვნების გაშღება. მე მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა საპატრიარქოზე მიმართვა იმ სიტყვებით, რომლითაც გენიალური ქართველი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია თავის უკტავ ქმნილებაში, დიდოსტატის მარჯვენაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ პირველი მიმართავს ზიად სპარსალას. ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც. არც მან წამ საქართველოს დაქცევის მოწმე გავხდე. უმალ დამსებია ეგ თვალნი და ყურნი დამგვანია სმენად ბოძებული, უფლისა მიერ რამე თუ ნეტარ არიან ისინი, ვისაც უმალ სიკვდილი უწევს, ვიდრე საკუთარი თვალით იხილვენ სამშობლოის თვისის იავარყოფას. ნეტავარიანი გინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩtildeებს შორის ლანდად ქცევას არჩევენ, გადაგვარების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
ურჯულოება მომძლავრებულია საქრისტიანოსაზე და ასე დროს ჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ გამოვიჩინეთ, ვერას მიშვენიან ის ციხენი, რომელსაც გიორგი მეფის ბრძანებით აშენებს ზვიად ბატონო შენ. ქვეყანა თავზე დაგვექცევა, იავარ ქმნიან საქრისტიანოს და მაშინ ვერც ის ცეცხლის ყოველი ხმლები გააწყობენ რასმეს. გიორგი მეფე რო აწტობინებს ფარსნავს, უღმერთოსა და მუჩნივ მეზღრას. რა მოხდა თითქოს? აი, თითქოს რა არის ამაში ისეთი რაღაც საოცარი, ისეთი რაღაც შემაწმწუნებელი, რომ მესიის მახვილად წოდებულდა გიორგი პირველი, საქართველოს მეფე გაუმიჯნურდა განდგომილი ერისავის ხოლოჩობი პირმშვენიერ შორებას. არც იმაშია ხო თითქოს რაღაც საოცრება და რაღაც დამღუპველი, რომ ის ზუსტად საქართველოს სამხედრო ძლიერებისათვის თუნდა უწმუნო და მეზგაბრე ფასმენს პარს იყენებს. მაგრამ ალბათ ალო მაგრამ ალბათ უფლისაგან მისი გვაწმისათვის მონიჭებული მომავლის განჭრების უფლება უნარი ჰქონდა დიდ მელქისედეკს, სხვადასხვა საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს. 1021 წლებში ის იყო საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქი და წმინდანად არის შერაცხული. ალბათ ის ხედავდა, რომ გაივლიდა 1000 წლეული და მის სამშობლოს დაემუქრებოდა არდახული განსაცდელი. ხოლო ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი უმთავრესი ციტადელი საპატრიარქო გუმელს აიჩნდა და ამის რაღაც ზოლის ამ დიდი ბოროტების თანაზიარი და თანამოქმედი გახდებოდა. მე ერთი შეკითხვა თუ იმისთვის იწარმენ ასე სასტიკად რაჟდენ პირველ მოწმე თუ ევსტახი მცხეთელი, წმინდა აბოთუ შუშანიშვილი, გოგლონი თუ კონსტანტინე კახი. თუ ამისთვის განაწვირვე თვით გულმოყრულ თავისი შეუპავლობით არ გვეცეს ერისთავებმა დავითმა და კონსტანტინემ ძმებმა ხეიზეებმა. თუ იმისთვის შეეწირა 1227 წელს აქვე ახლოში მეტეხის ხიდთან 100,000 თბილისელის სიცოცხლე ჯალათების მახლოს, ხოლო შემდეგ 1381 წელს ვიტომ მოხდა ფაფთახევის მონასტერში ვიტომ ჩაწვეს ასობით ბერმონახები თემურლენგის მიზანტროფებმა. ამიტომ შეეწირა 6000 გარეჯელი ბერი 1624 შაჰაბაზის ურჩხულების მახვილები. იმისთვის დაფრინეს 1620 წელს მიკროფონი შევიცვალე. შაჰაბაზის ეტარი დედოფლის ქეთევან წამებულის თაებრივით სხეული, რომ დღეს საპატრიარქო, რომელიც ჩვენი თვითმოვადობის საფუძველი, ჩვენი უმთავრესი სულიერი ღირებულების ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის უმთავრესი ციტადელია, ჩუმად იყოს და ამ თავზე დატეხილ უდიდეს უბედურებას. ეს როგორი უბედურებაა?
ეს არის უბედურება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ქართველ ერს, როგორც ჩვენი ქვეყნის საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი ერის არსებობა საბოლოოდ გარანტირებულად შეუცევა და დაასრულებს ასე დროს, რომ ის გუნდეს და თავის კაც პოლიციას არ გამოხატავს. 24 საათი გვესმის წადით ილოცეთ დასაგებია განაცვალებელ ლოცვის ზალა ჩვენ გებისმიერ მართლმადიდებულ ადამიანს შეგნებული ვართ, მაგრამ ახლა კარგად გადიგეთ ქართველებს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რომ დამჯარიყო და რო ელოცა მე არ მგონია რომ დღემდე მოეტანა ქართველი ერმა ლოცვას თავის დროს იცოდა ბრძოლა. მოდით რამოდენიმე ისტორიული მაგალითი, როდესაც ლოცვაც იყო და ბრძოლაც იყო. მოდით წარმოვიდგინოთ 1921 წელი. წარმოვიდგინოთ 1921 წელი 12 აგვისტო იგორის ველი და საუბრად გაწყობილი 55,600 ქართულ ჯარს 40,000 ქართველი 15,000 ტიჩაკი 520 ალამი და 100 ჯვაროსანი მიბათავს ჩვენი ფაებრივი მეფე დავით აღმაშენებელი ეხა მეომარნო ქრისტესანი თუთის ჯულის დასაცავად ხალხადებით ბრძოლებს არამს თუ ეშმაკის გულით მინდევართა არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხეთ და ერთ რამეს გიჩვენთ რაც ჩვენი პატრიოტებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება ჩვენ ყველა მხედების ცისკენ ავტობი ძლიერ ღმერთს ახმა მივცეთ რომ ისე სიყვარულისათვის ამ ბრძოლის დროზე უფრო დავიხოცებით ვიდრე გავიქცევით და რომცა შეგვეძლოს გაქცევა კიდევაც რომ მოვიდობოთ ამ ხელობის შესასვლელი რომლითაც შემოსვლად ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და ეს როდესაც მოგვიახლოვდება საიერიშოდ ისე გულით დაუნდობლად შევოდიოთ ილოცეს უფალს შემწეობას ხოვებს შემდეგ კი იობებს დავით აღმაშენებელს ძიას საუბარი და დიდგორზია შემდეგ გაიარა 95 წელი ეს 74 წლის შემდეგ ისევე მეორებს უკვე შამქორი და ხაებრივი თამარ მეფე ისიც ზუსტად ასე ლოცვით კუთხევით მიმართავს თავის ჯარს მან მოჩებულო მისი კვლავაც არ შეწმუნდება გული თქვენი სიმჩივითა თქვენითა და სიმრავლითა მყისათა რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი მას შეისწრაფეთ ქვეყანათ მადდა ძალითა ჯვარისათა კლავისა უმტკიცესითა და გულითა უმართლესითა და თამარმა დაალოცა ჯარი დაალოცა დროშა დაალოცა ხმალი თვითონ კი ფეხში შვედი მეტეხს მივიდა ლოცვა ქვეყნის ლაშქრისა და ერისა და ვიცით იმ ბრძოლაში აბუბა თანაც ადაგვავის იმ ბრძოლის დროს ჩვენმა ისტორიული ახალი მეგობრები როყვას არაბები ხალიფამ ჯარი გამოაგზავნა და თავისი დროშას გადაცა ამ ხალიფას დროშა და ქართველმა ლაშქარმა დაგააკეთათ შემდეგ კარგად ასეთი საერთოდ დედოფალი რო დალოცავდა იქ მარტო ერთი რამეზე იყო საკუთრები მიდვის ასპედა აბუბექის ჯარს ჯარი აბუბექს და სტალო ახალციხელდა ჩასწრაფა მთელი გასწი თავისი მეგროშიანა და ხალიფას დროშა წინ გაუფრინდა თავის ფაებრივ დედოფალს გაიარა 7 წელმა
კიდევ უფრო დიდი საშიშროება დაევიწყოთ ეს სამხედრო. ჩვენ ვიცით რომ რუმის სულთანი მუფრადი იქაც არაერთი არაბული ემირი იყო სამოსული მუფრადთან ერთად და თამარ-ხაი როგორ გითხრათ თამარის საპასუხო უსტარი მუფრადინისათვის ეს არის ქრისტიანობის გეობის სულიერები რაღაც ვარგადასული რაღაც ფილება რა ვიცი შედევრია და ამავე დროს უდიდესი რაინდული მამაც შეუცვალე მიკროფონი შეუცვალე მიდი რაღაც შეცვალო აი მაშინ ამას უნდა ილაპარაკო არის ვით ალო ახლა ის მომენტი აიწია ხა დაანდა მითხარჯი აიწია რომ მიხადო და აი მეორე მიკროფონი საუბრობი ამაში და ის გათიშოს რომ კავშირი არ გაიფანტო შობია ათიშას ის გაათი შედავსო ის გაათი იმასო გათიშო კავშირი არ და სალვა ძალიან ერთი თუთით რა ასე დაიჭირი ახლოს მიდი ატანო დავით აი ეს მაგა რო დაკე არა არ უნდა გაიგონე აი დაკე ვერ უნდა უცხო გასწრებდება ცოტა მომაღლა კარგი გენეს ახლოდა და შეიქმნა აი ხო გითხარით ამავე დროს უდიდესი რაინდული და რაღაც შემართებით შედევრი ძალსა ყოვლისა მყრობელისა მინდობილდა მარადის ქალწულის მარიამის სასოებით მოსომან ჯვარისა მავედნებელმან წარვიკითხე ღვთით გამარისხებელი წილი შენი მუხადინო და ცან სიცრუენი შენი რომელთა წე ღმერთი იყო შენ ოქროცა მევიდეთა სიმრავლეთ მინდობილსა ხოლო მე არც სასიმდიდრესა და არცა ძალსა ჯართა შენთა არამედ ძალსა ღმერთისა ყოვლისა მფრობელისა და ჯვარისა პატიოსნისა რომელიც ჩვენ გმერ ად წარმომივლენია ყოველი მხედრობა ქრისტეს მოსახლე არა თაყვანისცემა ჩვენა არამედ დასამხობა სიყვარულისა მაგი და ანტამტამისა გულისა შენისა იყავ ნება ღვთისა ნუშენი სამართალი მისი ნუშენი ხოლო ჩვენ მე კარგად ვუწ გახსკიდება მსახურთა შენთა წარმომივლენია მსახური ჩემი რომ თქვენ პასუხი გროზე მოგეცეს და გაგზავნოთ რამეთო ჩვენს მიერ წარმოგზავნილ სპათა ფეხი ესე რა კართა შენთა ზედად განაგო და აი თამარის ლაშქარმა ძირფესვიანად გაანადგურა 400,000-იანი უჯულოთა ლაშქარი ჩვენ ისტორიულად არ გვაკლია არც ფიცი და არც ბრძოლა გენაცა აღარ რას მეუბნება ამ ლოცვის შესახებ რა აღარ რას ნახო აქ პროვოკაციები გმოდება რა არ მიახცეთ რა ხო ახლა რა შეცახის ამაზე დიდი ჯულის კანელი სახარე მეექვსე თვალი პირველი ქვები ძალიან აქ რა დაწნევთ რა მაგეთ არ გინდა აქ არეულობა დასწრებით ხო არა უშავს ხა პროვოკატორები იქნებიან ნუ გამოეხმაურებით ხო გენაცვალეთ ხო და ასე ნას მეუბნება დიდი ბრძოლის კანონი სახარება 24 საათი როდესაც მიწადაგებენ ლოცვას როცა აი პირველი ლოცვისათვის აი სახარება
მათ ეს სახარება მეექვსე თავი. როცა მოცულობთ, მიიქცევით როგორც თვალმაგზები, რომელსაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩებში. თორე და ლოცვა რათა ხალხს თავი მოაჩვენა. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღვაურიო. თქვენ კი როცა ლოცულობთ, შეედით თქვენს ოთახში, ჩაიკედეთ კარი და ილოცეთ დაფარულში ყოფი და მამა თქვენი, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიძღავს შენი. ხოლო ლოცვის დროს მუილაპარაკეთ ძებნებს, რომელს ამას თვალმაგზები აკეთებენ. ვინაიდან გონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი ჩვენიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირს ჩვენს მანამ ვინამ შეთხოვდეო. ახლა მე ვერ გავიგე, ღმერთისაც ამბობ დაუჯეროთ, კაცო მაცხოვარისაც, როდესაც ეს არის სახარება ფაზე. მათ ეს სახარება შეგვიძლიათ გადააბა. 24 საათი კიდევ გესმის. ბატონი ბიჭი და უდიდესი ქალბოთმედი სამება აშენა. გავიგე, დედაცვალი აშენა სამება სამაგიეროდ ანტიდისკრიმინაციული კანონები იყო. სამაგიეროდ ჩვენ აქ არ ვიცი სხვადასხვა ისტორიის ხალხი. არის ხალხი, რომელიც თავგანწირულად იბრძოდა იმისათვის, რომ ბატონი ბიჭი და ივანიშვილი და ეს ხელისუფლება მოსულიყო ხელისუფლებაში. აგერ მე ჩემი თანამებრძოლებიც ვახლია რა არ მინდა ახლა მაგაზე ვილაპარაკო. ხოდა კაცი მოვიდა დაუკვირდა, რომ პირველ წელს ვიცხოვრებდით უკეთესად, მომავალ წელს ხო უფრო და უფრო უკეთესად, მესამე წელს ევროპის ყველა ქვეყანას გავასწრებით, მეოთხე წელს ნუ ალბათ კოსმოსში უნდა გავფრთხილდებით. გაიარა რამოდენიმე წელწადმა და შვიდად წყარად გამოვიდა ეს პიროვნება და მეუბნება. კაცო, სულ არ მჭიდებით თქვენ მაგ ასეთი მშიერი მწყურვალი ხალხია. ჩაალაგეთ თქვენი ბარგი ბარგანაო. ბილეთებსაც ან უფასოდ, ან მიაფასიანს გინახავ და წადით ვიცი აქიდანო. გინდა იმათხოვრეთ, გინდა იმსახურეთ, გინდა იყაჩაღეთ, რაც გინდა გააკეთეთ, როგორ აქ. ნუ გაჩერდებით და მილიონამდე ქართულმა რა ვიცი მე 10,000 ადამიანი გამოიყარა ქუჩაში. მე უძრავი ქონების საბანკო სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ვარ და მე და თანამებრძოლებით მე და მამისას 250-ზე მეტი გამოსახულება გვაქვს განადგურებული. 15 შეჭარდა, რავი, მაგრამ ეს არ შევედა, ეს ვაში წვეთი. ამაზეც არ დაკავებდა დღეს. აი არაბებზე როდესაც მის საუბარი. ალბათ არიციან ისტორიულად ერთი გავიგეთ, რომ ჩვენ უდიდესი მეგობრები ვიყავით. ბოდიში ხანდა ცოტა ძნელა, იმიტომ რომ ასეთი ტექნიკური ხარვეზები უკვე ჩვენას მოქმედებს, არა მიდუმედეთ დიდი ჟურნალის კანონზე საუბარი. არ არის დამოწმული ასეთი ადგილი. ხოდა ან ბოდიში გიხდით მაგას. არაბები დიდი მოწამეები. საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი 25 დიდი მოწამეები. საერთოდ 300,000 მოწამეა ცნობილი. ხოდა იქიდან ყველა მესამედი ყველაზე ცოტა ქართველებში არიან, იმიტომ 100,000 მარტო მოწამეები. სხვა 1227 წელს თბილისში და 35 დიდ მოწამედან 5 საქართველოდან და მათგან 4 არაბებმა შეიწვა 735 წელს ნურმანკურა სასტიკა დაწამა დავითი და კონსტანტინე ძმები მხეიძეები 853 წელს აწამა ესე იგი კონსტანტინე კახი თავის შვილთან ერთად და სიმტერი დასაჯა მეორე დიდ მოწამე მესამე უკვე შემდეგ ბოლო ეს მაშინ ბურათუკი შემოესია მაშინ საქართველოს თბილისი აიღო 50,000 ადამიანი ამოწყვიტა და შემდეგ უკვე ბოლო როდესაც არაბები შემოვიდნენ
914 წელს ამ დროს უკვე ვიცით რომ ყველის ციხე როდესაც აიღო მან თქვენ აიყვანა მიქაელი გორგონაძე წოდებული და თავის 133 თანამებთან ერთად წამებით სიკვდილით დასაჯა. ამის გარდა აი ბატონი დავით თარგმანურის გამოსვლა იყო ხო ვერ წაართვევ იცის ამ ადამიანთა ისტორიაც იცის და ჯურის კანონიც იცის და დაასახელა 10 ტომი მე ჯერ კიდევ გაგრაში 99 წელს მაშინ ბატონ არკადი ბანგოზიასთან ქონდა ხოლმე ხალხთან შეხვედრები და მაშინ დავასახელა 10 ტომი რომელიც არაბებმა უშუალოდ არაბებმა ამოწყდეს ბულგარები, გლილები, ზიგრიტები, მინები, მახალონები, სპეცინიები, ხენიოხები, ჭილბები და შედუხაზე ესენი ყველა ამოწყდეს არაბები. ეს არაბები ვაკობილიყო ჩვენ მაფრაშენება 100 მილიონი ყოფილიყო ამაზე მიდი საუბარი როდესაც როდესაც ამ უდიდეს ქოლმეკვედებაზე საუბარი იგივე დიდი ჯურის კანონზე მინდა გითხრათ მეექვსე თავი ისევ მათეს სახარება რაც გვეუბნება მათეს სახარება აი პირველი პუნქტი ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანების თვალწინ მათ დასანახად თორე ვერ მიიღებთ წყალობას თქვენი ზეციური მამისაგან. ხო და როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე. როგორც ამას თვალმაგსები აკეთებენ, ვინაიდან მათ უნდათ რომ ხალხმა აქოს ისინი. შენ კი როცა მოწყალებას გასცემ, შენ მარცხენას ნუ ეწოდინება რასაკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამა შენი რომელიც დაფარულში ხედავს მოგიზღავს შენ ცხადათო. ახლა არ ეჩვენება საქართველოს მოსახლეობაზე უკვე აი მე აღარ ვიძახი კაცო ამ ხელისუფლების ეს რაღაცა შიენზე საუბარი არა მაქვს მაგრამ აი ერთმანის თეულობამდეა ეს უკვე ყველაფერი დაცი არა და თაყვანისმცემლობა სოდომისტური სოდმის შემდეგ ყველაზე დიდი ცოდნა რას მეუბნება რუსული სისტემის დეგნისები რომელიც ქართულ ენაზე დაწერილი ერთადერთი საეკლესიო დოკუმენტია რომელიც დიდი ჯურის კანონში შემოდის ნავალი მოდმის მიერ ნავალი და ურიცხვი ცოდნა ყოფილა ჩადენილი როგორიცაა რობა შური სიძულვილი კაცისკვრა მრუშობა ცრუფიცობა ბოლოს ყველა ბოლოტების საწყისი კერძსახურება და თაყვანისების გადატანა დამბადებლისგან დაბადებულთან მიმართება რაც ხდება ეს ჩვეულებრივი ხო კარგი თუ არ ჯერათ რუსული სისტემის ბიბლიის ხო ჯერათ ეცო როდესაც მოსე სინაის მთაზე ღმერთმა შემოქმედა და დაუწერა ათი მცნება სხვადასხვა ორ ქვის ფილაზე ამ დროს ვიცით რაც მოხდა ის რომ შექმნეს ოქროს მოზვერი ავიცი ხო და დაიწყეს ლოცვა ღმერთი გამოეცხადა მოსეს და უთხრა საერთოდ გავანადგურებო ახლა ებრაელების მოდგას ეხვეწა მოსე მე თვითონ დავსჯირო ჩამოვიდა ეს რო დაინახა იმდენად გაცოფდა რომ მერჩის ხელი ცეცხლოვანი ხელი დაწერილი ორი ფილა დაამსხვრია მიკროფონი არ ეკულირე შავარ არის ხოდა და გაიცა მოატრიალეს და შემდეგ უთხრა თავის მიმდევრებს ერთთაყვანისმცემლობის გამო რომ აიღეთ מחვილებიო ძმა მოკლა ძმაო
ნათესავმა მეგობარმა მეგობარი და იმ დღეს 3000 ებრაელი გაწყვიტეს თვითონ ებრაელებმა. ეს მოსახლეობა იმ რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი და კარგი შედა მაქსიმალურად შევამცირებ მაშინ ჩემს გამოსვლას სხვა რაღაცაებზეც მინდოდა მოსაუბრა, მაგრამ მაინც ყველაფერი აქედან გამომდინარე მე მინდა მიმართო საბადოებს. კიდე უბრალოდ მინდა რომ გამიგოთ ჩვენ დღეს აი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამაზე აღარ არის საუბარი რომ სვალ ზეგ მაზეგ რა იქნება. თუ ეს 70,000 არაბი დიდარი არაბი ჩამოსახდა ასე კომპაქტურად ქართველი ერი როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი ერი არსებობას უახლოებს მოაში შეწყვეტს. ამავე დროს საბოლოოდ დამთავრდება ჩვენი სახელმწიფოები. ამიტომაც მე მინდა ვიმართო საბადოებს. აუცილებელია ჩვენ ვიცით ჩვენი დევიზი ვითაც ვიმარჯვენით ეს იყო ხმა ღვთისა და ხმა ერისა. მოგმართავთ ღვთისა და ერის სახელი. აქ შეკრებილი საზოგადოება. აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სიმების ხდომა. აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ წაეყენოს ხელისუფლებას ულტიმატუმი რომ თუ ისინი ამას ამ ძალებას უკან არ წაიღებენ მაშინ ისინი განიკვეთებიან ეკლესიიდან შეჩვენებული იქნებიან სხვა გამოსავალს ვერხებ და ამის შემდეგ თუ ეს მოხდება ერთი კვირის ვადაში უკვე დავინახე თუ ისინი არ თუ ჯერეთი საპატრიარქო არ გააკეთებს ამას მაშინ ვიძებდით რომ ჩვენ აი კარგად ვიდა ერთი რამეც მინდა რომ გამიგოთ როდესაც ფარას ფიზელი წენს და երկու დარაჯები ხომაკები უდრანა დარაჯება თქვენი შედარებით დაცულია უბედურება იმ დროს იწყება როდესაც წებს შეეძინება ხოლო ამ ხომაკებში თავიანთი წარსული გლური ველური ბუნება გაიღვიძებს და ერთად მივარდებიან ჩვენს გასაგებად ამ დროს ჩვენ გადარჩენის ერთადერთი გზა რომ დადგნენ ერთად დაიყენონ წინ ოჩები შეუტიონ ჩემზე წამოაგონ როგორც მგლები ასევე გამდელებული ხომაკები სხვა გზა არ არსებობს გამიგებასაც მაშინ მეცოდინება რომ ჩვენ ქართველი ერი არ აქვს არც საპატრიარქო საერთოდ და მაშინ გამოაცხადოთ უნდა სხვა გზა არ არის ეროვნული დაუმორჩილებლობა და ამ კუთხით მებრძოლობა. ეხლა მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ თუ შეიძლება ერთი 3-4 წუთი ჩემისონა ბატონ დავითს გადავცე იმიტომ რომ ამდენი და ამ მოგხსოვანამეამული რომ შეიძლება თქვენ მისმა მოიხსნით მიმართა საპატრიარქოზე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება და მთლიანად რეული უზარმაზარი რაოდენობის წევრებია მოსული ემიგრაციიდან ქართული მართლმადიდებელი გადახვეწილი ემიგრანტებისგან და პირდაპირ მიმართავთ როგორც ბატონ შალვამ მიმართა ქართველთა დიდი გაერთიანება მამულიანა საცხოვრებისთვის დრო არ ითმეს რომ ეს არ იქნებოდა ასეთი სასწრაფო ულტიმატუმი დრო არ ითმეს ყოველ დღე იკარგება არა მარტო ეს არაბული ქალაქებია იყიდება ტერიტორიები ერთი კვირის ვადაში ჩვენ დაველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მოიწვიოთ წმინდა სინოდის ხმობა და მოუწოდოთ ხელისუფლებას გააუქმოს ეს ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია და საერთოდ აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწების გაყიდვა. საპატრიარქო ამას არ გააკეთებს მე გუშინდელ დიდაპირეთებში ვთვლი რა მოყვება ამას
ამას მოყვება ის რომ ქართველი პატრიოტები ჩვენ ვერავის ვერ დავნებდებით და ვერ მიუშვებთ ისე რომ აქ ესე იყიდებოდეს მიწები და არაბული ქალაქები და სოფლები შენდებოდეს ჩვენ დავდგებით იქ და ჩვენ გადაგვიაროთ აი ის სისხლი მე იმ სისხლს მოკითხავს მე აი მეგრე წოდებულ გამყიდულ ხელისუფლებასთან აი ამ საპატრიარქოსაც ჩვენ ძალიან გვინდა რომ საპატრიარქო მესნაბიჯი გადმოდგას რადგან კიდევ მეორე სალკეული ვერც გაერთიანება და ვერც ერთი პარტია ამას ვერ გააკეთებს ვერ ახუდგება ამას ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა დროს რო იმართება ახლა პარტიული შეკრებები ხალხის გართობა სხვა არაფერი არ იქნება ხალხი დაწყნარდება ვითომ რომ ვერ ხალხს დაინახავს სინამდვილეში კონკრეტული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი წინასწარვიცი და გააგრძელებენ ჩვეულებრივად შენებლობას ამიტომ ჩვენ ველით პასუხს ეხლა აღარ არის დუმილის დრო საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა და ერთი კვირის ვადაში ქართველი ხალხს გაგვაგებინოს პასუხი გება თუ არა ქართველი მართლმადიდებლების გვერდზე წინააღმდეგება თუ არა გარემთ რებს რომლებსაც ოცნებათ აქვს ჩეული საქართველოში მოისპოს მართლმადიდებლობა და საქართველოს დაეუფლონ უცხო ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენლები რომლებიც საბოლოოდ სხვა სახელმწიფოს შექმნიან აი ამ ტერიტორიაზე აი ეს დიდი საფრთხე მეგობრებო რომელიც ეხლა ერის წინაშე დგას ძალიან ცოტა დროს ითვლის ჩვენ შეიძლება უკვე 2 წელიწადში დასრულებულებით ვიყოთ ამიტომ დრო არ არის კიდევ ერთხელ ვიძახით შეიძლება ეხლა აი თვითონ საპატრიარქოსთან ეხლა ამდენი ხალხი რომ არის აქ მრევლი არის მოსული დილობის საკითხიც არის და ადამიანობაც არის რომ ვინმე გამოგხედოს გარეთ და პასუხი დასცეს აი ამ ხალხს ხო არის აქ პრესპიკერია გაღმაიძია ისინი და ვინმეს დაავალონ და გამოვიდეს ერთი სასულიერო პირი და მოგვახსენონ რას ფიქრობენ რა არის ოფიციალური პოზიცია მე თვითონ დააფიქსირონ წმინდა სინოდის მომაზე თუ არ გააკეთებენ აქ თქვა ყველაფერი მაშინ ჩვენ სახალხოდ გამოვაცხადებთ რომ ეკლესია აღარ საპატრიარქო აღარ ადგას ქართველი ერის გვერდზე ეს იქნება საბოლოო პასუხი ყველაზე უწოდებელი მე აქ ხედავ ბევრ მეგობარს მომზადდეს თუთხარ თუ აქ არის მომზადდეს თუ მომზადდეს სასულიერო პირია რა თქმა უნდა თვითონ პატრიარქოს თქვას რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს არავის ამ ქვეყანაზე როგორც ამბობთ მე აქ უფრო მეტ ხალხს ვეღებოდი მაგრამ როგორც ჩანს ქართველებს შევდოდა ძინავს მეგობრებო ჩვენი ეს არის მე ახლა ერთ სამკითხოს დავწერთ და მოვიცინოთ ამ კითხვის პასუხი და მე გადავიდეთ სხვა ჩვენი ეს შეკრება იცით წინა როგორ დაგეკითხეთ რას კითხულობ ეს ჩვენი შეკრება იცით წინა წუთნე ეს ჩვენი შეკრება იცით წინა ერდემოს კათოლიკოს რა აი ეს მე მაგალითად გთხოვთ რომ ვისაც საშუალება აქვს რომ ეს ხატი შეიქმნას მიზნა ჩოლოყაშვილი ცოტნე დადიანე ერდემოს კათოლიკოსი რომლებიც ზუსტად საქართველოს გულისათვის დაეცა საქართველოს ერთიანობისათვის დაეცა ჩვენ შეიძლება გავიგონი ამბიონიდან რომ გლობალიზაცია მოდის გლობალიზაცია ჩვენ გვერდს არ აგვივლის და აი ზუსტად აი ამ შუაგულში მოხდით ჩვენ გლობალიზაცია ნიშნავს იმას რომ
იერუსალიმში უნდა აშენდეს მესამე ტაძარი. თქვენ მოგონიათ ტრამპი და პუტინი შემთხვევით შეხვდნენ, ამ შეხვედრაზე გადაწყდა ზუსტად ისე. და აქედან გამომდინარე უნდა იცოდეთ ერთი რაღაცა, რომ მოსკოვში ზუსტად კრემლში იმყოფება სატანის ტახტი, რომელიც როდესაც ტახტს დაიდგა სატანა მესამე ტაძარში, რუსეთის პატრიარქმა უნდა ჩააბრძანოს ეს ტახტი და იქ უნდა მიიტანოს. ლენინს უნდა იმაზე გადაცალდა. ამიტომ იქ იმყოფება ესეთი. გემანდელი ახლა ჩვენი შეკრება ზუსტად აი ამას ესადაგება ჩემო კეთილო ხალხო. ის მესამე ტაძარი რომ აშენდეს, არაბებმა უნდა დაცალოს ეს ტერიტორია, ამიტომ ისინი ხო უნდა წავიდნენ სადმე და ზუსტად საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ ისინი. აი ეს მოლაპარაკება მოხდა თვითონ ებრაელებსა და არაბებს შორის და აქედან გამომდინარე არის, რომ აი ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ასე აქ გადაწყვეტილი. ეს არის ძალიან დიდი შემოტევა. ჩვენ ლოცვებში გვაქვს ასეთი სიტყვები. ღმერთი უფალში გვაქვს ასეთი ყოველი თესლები გარემომადგენს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მას. თუ ჩვენ მართლაც ღმერთის წინაშე არ გავერთიანდით საქართველო, თუ არ დაბრუნდა დედება ის თუ არ შეინანა, რაც ოდვებში და დედები იმყოფებია, მამა გაბრიელის ნათქვამი გაიხსენა ჩემო კეთილო ხალხო, როდესაც დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას, რომ აი ამდენი აბორტების დეთებით ვიშებით ზუსტად რა, იმიტომ აფხაზეთი ამის გულისათვის დავკარგეთ სამაჩაბლო, ამის გულისათვის დავკარგეთ, მე აღარ ვამბობ ახლა დანარჩენ ტერიტორიას დავაგლარჯეს და იქით სამხრეთს რაც აქვს აღებული და სხვა დანარჩენებს, მე ვამბობ იმას, რომ ეს არის ჩვენი ბრალი. ამიტომ როგორც მინეველებმა თავის დროზე ძაძები ჩაიცვეს, როდესაც ისინი ფაქტიურად მარხულობდნენ და ღმერთს შესხობდნენ, რომ გადარჩენილიყო, ჩვენც ასე უნდა შევთხოვოთ. იმიტომ ჩვენ ახლა იარაღს ვერ ავისხამთ, იმიტომ იარაღს ისინი აწარმოებენ, ჩვენ არავინ არ მოგწევს, თუ მოგწევენ ერთმანეთის დასაწყვეტად და ვიცით 91 წლის ამბები 20 სხვათა შორის აქ ვიყავი ჩემს ბიძაშვილს მაშინ სიდადრი გარდაეცვალა და დაკრძალვაზე ვიყავი ქაშვეში რომ მივედი ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება ჟურნალისტი შეხვდა და შევაკითხე რა ხდება თქვა და რაოდა რუსთაველიონ დაგვით უნდა გავწვიდოდო და მეუთხარი ერთი რაღაცა დაიმახსოვრე რომ ისი არ მოახდინო რომ საქართველოს არ მოეყოლა უკან თქვა და კიდევაც გააკეთეს ეს საღამო საათებში უკვე შესრულდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩემი თხოვნა რა არის, ჩემო კეთილო ხალხო და ჩემო გულდათუთგულო თანამემამულენო, ჩვენ ერთმანეთს ხარში უნდა დავუდგოთ სუღონა. არ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის ძინძგლაობა, ერთმანეთის განკითხვა, ერთმანეთის ის უნდა გავერთიანდეთ უფალი იესო ქრისტეს და მისი დედის გარშემო. აი ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენმა ლოცვამ უნდა შეძლოს ის, რომ რასაც ძალას არ შეუძლია, აი ლოცვის მეშვეობით უნდა შევძლოთ ჩვენ ეს ყველაფერი რა. აი ჩემი თხოვნა ეს იქნება რა, იმიტომ ჩვენ ახლა რაც არ უნდა გავაჟღეროთ, არავინ ჩვენ ყურს არ გვისვენს, იმიტომ ჩვენთვის ყველანი ყრუები არიან, ყველანი ბრბები არიან, ყველანი უტყვები არიან რა. და ამიტომ მივაქციოთ ამას ყურადღებას მე 2020 წელს მოგიწოდეთ თქვენ, რომ მაშინ დაგვეწყო ეს გაერთიანება, რომ ჩვენი ხალხი რო ჩაწყვიტეს იქარ, საავადმყოფოებში რო ჩაწყვიტეს. მე შეხვდა კაცო კოვიდი, მაგრამ მიყურებთ რა კერა ვარ ცოცხალია რა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩაიყვანეს საავადმყოფოში, ისე დანადგარები ჰქონდათ იმას, რომ არცეც ის არ ჰქონდა, რა ქვია, ფილტრი არ ჰქონდა და ცხელი ჰაერი ეწოდებოდა ადამიანს და უგლიჯავდათ იქით უარესად ფილტრებს და თუ აი ეს არავის არ უთქვია, მაგრამ ახლა ვამბობ, მიმდინარეობდა ძალიან კარგად ბადრო მიდიოდა პირდაპირ სხეულებით ვაჭრობდა. რატო არ გახსნევიებდნენ მიცვალებულებს? ამოკვეთილი ჰქონდათ ყველას ყველაფერი. არც გული არ ჰქონდა თავის ადგილზე, არც თირკმელები არ ჰქონდა, არც ფილტვები არ ჰქონდა და არაფერი არ ჰქონდა თავის ადგილზე. ტვინი რო ტვინია, ეგიც არ ჰქონდა. ახლა
თუ დაიჯერებთ აი ესა. აი მე ეს მინდოდა რა, მე თქვა და მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ყოველ ეს ეკეთებს გისო. ჩვენთან არც ღმერთი. მერთმა დაგლოცოთ. ერთი წუთი რაც შეეხება მამაო კოვიდს და პანდემიის თემას, ალბათ ყველა მიცნობს თუ ვიღაცას გაუკეთებია გადაცემები, მაშინ თავისუფალებზე გამოდოდი. ხო, ალბათ ყველაზე მეტი გადაცემა მაქვს გაკეთებული და ჩვენთან ერთად ერთი ჯგუფი ვიბრძოდით ძალიან სერიოზულად. ქალბატონი თინა თოფურია, თინათი გოცაძე, ნონა აღგომელაშვილი, შორენა შანიძე და კიდევ იყვნენ სხვა ჯგუფები. აი ამ ჯგუფებმა ჩვენ ცარიელა ხელებით ფაქტიურად მოუგეთ ამ გიგანტურ მასმედიებს ისეთ პროპაგანდას ეწეოდნენ. აი განაცხადა და მე უბრალოდ ისეთ ვიყავი შეტრიალებული რომ საპატრიარქოს მოესმინა, მაგრამ იქ არავინ არა, ახლა ალბათ გესმით, ხო სწორი ვარ რა. როდესაც იძახიან და მარტო უნდა ვილოცოთ. მე მინდა შევახსენო ქართველებს, თქვენ მინდა შეგახსენოთ მარაბდის ბრძოლა. ეს 1925 წელს იყო, ვიცით, მარტყოფი მოვიგეთ, მაგრამ ახლა შაჰაბაზმა გამოგზავნა ჯარი და დაუმარცხეთ ჩვენ მარაბდის ბრძოლაში. მარაბდის ბრძოლაში უდიდესი ზარალი განიცადეთ. მაშინ რა ვიცი მე დაიღუპა დავით ჯანდიერი, იასეკ სესიანისტავი, ბაადური ციციშვილი, 9 მაჩაბელი, 7 ჩოლოყაშვილი, 9 ძმა ხერხეულიძე, მათი დედა, მათი ნაბოლარი და მათთან ერთად ხმით ხელში მტერ შეაგდა 2 ეპისკოპოსი, რუსთველი და ხარჭაშნელი. 2 ეპისკოპოსი ხმით ხელში შეაგდა მტერს. ახლა როდესაც კონსტანტინე მირზა მანამდე თავისი ძმა და მამა მოკლა, გიორგი ბატონიშვილი და ალექსანდრე მეორე ბერდიდი, ამ დროსაც მოკლული იქნა მეკრესელი ეპისკოპოსი და სასიკვდილოდ დაჭრეს მთავარ ეპისკოპოსი ალავერდელი და რუსთველი. შემდეგ აი ეს გვირთავარამში წერია, მაგრამ დამერწმუნეთ, რასაც ახლა გეტყვით, მე გვირთავარამიდან არ ამომიღია. იყო ლანჩხუთში ასეთი ოჯახი, აი ცოცხალი ბატიანე იყო, 3-4 საუკუნის ცოცხალი და მე 5-6 წლის რო ვიყავი, მიყვარდა იმ ოჯახში, თავადის ოჯახი იყო და იმისგან მოყოლის გეუბნები. როდესაც სიმწრის გოლა, აი მაშინ კახელებმა არ ნახული რამ გააკეთეს. ერთ გოლაზე აიტანეს მთელი თავისი სიწმინდე. გარშემო შემოერტყენ და პირველი ვინც შეაწყდა მტერს, ეს იყვნენ 700 აბჯროსა ფაჩოსანი ბერი. პირველი ესენი შეასკდნენ. ამიტომაც მე და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასულიერო პირი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ვიცით არის დავით აღმაშენებელის აღზრდა, ხო, გიორგი ჭონდიდელი. და როდესაც გარდაიცვალა, მე მინდა შეგახსენოთ გამოსამშვიდობებელი სიტყვები. ვაგლახა დიდი ხარ და ნაპატარა კუბო მიკმარა შენთვის საქართველოს დიდო მოამაგე მამა გიორგი. შენი ჯვარი და შენი ხმალი მარად წინ გაუძღვება ჩვენს ერს. ინებოს უფალმა ქართველმა ერმა შენ მოგმადოს უკუნითამდე მტერთან ბრძოლაში. გონებ ქვეყო მახვილის ქნევა, 75 ჭრილობა თან მიგავს სამარეში მტერთან ბრძოლებში მიღებული. ვაი ჩვენ უშენო თორე შერა გიჭირს. სულ მნათო და ვალმოხტილო რაინდო ჩვენო. ახლა როდესაც სიმდიდრეზე საუბრობდა, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, და აღარ იცი, აი საერთოდ პლატონი იყო, ახლა ქრისტიანი არ იყო, მაგრამ გენიოსი იყო, საერთოდ ღმერთი ამ გენიოს ადამიანებს უბრალოდ ისი არ უშვებდა, ისინი თავის ფუნქციას ბევრ რამეს ასწავლიდნენ და გენიალობის აზრი ის კი არ არის რომ ლამაზია და მოსწრებულია, არსითაა გენიალური და ყველა დროისა და ყველა ერისათვის მეტნაკლებად მისაღებია. სიმდიდრემ შეიძლება იზეიმოს, მაგრამ ტირანიის სახით არ უნდა იბატონოსო. დღეს კი სიმდიდრე ტირანიის სახით ბატონობს. და კიდევ ერთი სახარებიდან და კარგი დავამთავრებ სხვა რამეების
აი მე-19 თავი ჩავიხედოთ სახარება, ნათესახარება. საუკუნო ცხოვრება და დიდარი ჭაბუკი. ახლა მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა. მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს. მან უთხრა, რატომ იწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ მამა ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი ცნებები, რომლები იესომ უთხრა, არ კლა, არ იპარო, არ იბუშო, არ გამოხვიდეთ სრულ მოწმედ, პატივი ეცი მამას და დედას, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჭაბუკმა უთხრა, ყოველივე ამას ვიცავდი, რაღა მაკლია კიდევ. უთხრა მას იესო, თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, მთელი შენი ქონება გაყიდე და დაურიგე ღარიბეთ. შემდეგ მოდი და გამომყევი. ეს რო ჭაბუკმა გაიგო, დაღონებული გაშორდა, ვინაიდან დიდ ძარი ქონება ქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, გაუძნელდება მდიდარს სათავსას უფევაში შესვლაო. ასევე გეუბნებით ჩვენ, უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუთში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველოშიო. აკი, აი, კარგით რა, არადა კიდევ აი ბოდიშით რომ გამიგზავნა, ჭონდიდელის თვითონ დახასიათება. მარად მორჩილი, მარად მდუმარე, მარად აღზნებული, მაგრამ თავშეკავებული, თავგანწირული არა მაყრებული თავნადებისა. გულებით ღმირი, გულებით თავმოდრეკილი, რომელსაც სიტყვა მე გადავიწყდა ხოლმე და მხოლოდ ჩვენ სიტყვა ხოლმე და ამ ჩვენში იგულისხმებოდა ერი, მეფე და სახელმწიფო. ფარსა და თორს არ იშორებდა მოხუცი, ჭაბუკებთან ერთად ხმლის ამოწყდენას დანატოლებული. დიდი ვაზირი და მთავარი ეპისკოპოსი თვითონაც ისე საწყალობრივად ცხოვრობდა, როგორც ერთი ვიღაც უპოვართაგანი. ერთადერთი მასაწოლე ბერინს ბესას ამარა ჭონდიდელთა ბატონკაცის სასახლეში. ჩარჩის შეჭამანდი იყო მისი ყოველდღიური საზღო და მოხუცი ძიძიშვილების მიერ გამომცხვალი ზალბულთა მიერ გამომცხვალი ხმიადიო. როგორ გავს არა ზოგიერთ ჩვენ გადაჯიბებულ სამღვდელოებას რა. კარგად ძანდებოდეთ, უფალმა დაგლოცებდა. რა საკვირველია, დღეს ჩვენ აქ ითქვა რომ არავინ არ გვისმენს. ჩვენ შეიძლება არავინ არ გვისმენს, მაგრამ უფალი გვისმენს. და ეს ყველაზე მთავარია. ამჯერ უნდა ავისხათ, შოკოლადა უნდა გავიდათ ბრძოლაში. აიცვერეთ ერთი ტოტი. რომელი ამჯერ უნდა სიმართლე. როდესაც ჩვენ ახალ მეგობარებს ამ ეტაპზე, მამაო, ამ ეტაპზე ჩვენ მშვიდობიანი ფორმებით რომ გვინდა, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, ამიტომ მოვედით საპატრიარქოსთან. თუ ეს არ მოხდება და საპატრიარქო არ დაუდგება ქართულ ხალხს გვერდით, რომელი იტყვის უარს, რომ აისხა საბჯარი და იბრძოლა სამშობლოს დასაცავად და მართლმადიდებლობის დასაცავად. ერთი მითხარით. როგორ აბა რასიზამ გუშინ კაცო ერთმა დამირეკა იარაღს, ყველაფერი რაც ხელში მოგხვდება იმას ავიღეთ. თქვენ იცით მომისმინეთ, მე გაყიდული ომების იმაზე არ მინდა აქ საუბარი. აგენ გუშინ მირეკავდა ერთი ჩუმა თლიანად გაყიდულია. თბილისის გარშემო თელეძე იყო ასული, ტაბახმელა, კოჯორისკენ მე ვიყავ, სუდავიერ, სულ გაყიდულია ყველაფერი. იცით თქვენ, როდემდე უნდა უყუროთ. და აბა მაშინ უბრძოლელად უნდა დავვნებდეთ ამ ყველაფერს. არ გვინდა ეხლა რა. ძალიან აქ ხოთ ეხლა ეს არა მოიცით. არ გვინდათ ეხლა ეს. არა ძალიან აქ ხოთ რა ეხლა ესეთი ლაპარაკი არ გვინდა. ქართველი არის გმირად დაბადებული და სულიბდა თელი თავისი ისტორია
უკანკაშო ხმლების ისტორიაა და სული ბრძოლა სამშობლოს დასაცავად. აბა როგორ გინდა? ეხლა მე სიტყვას გადავცემ ქართველთან. კი ბატონო, ერთი წუთით. ეხლა მე სიტყვას გადავცემ ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევს ქუთაისიდან არის ჩამომძანებული დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ბახტაძე. მოგესალმებით ქართველებო. მოგესალმებით ყოველ თქვენგანს და მინდა მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის. ერთი შეხედვით სამადლობელი ძრა არის, მაგრამ არაა დღესიერი საკუთარ თავში მონახულთალა და დადგე იქ, სადაც წესით ყოველი ქართველი უნდა იდგეს. არა იო, ეს ურთულესი არის. იმის ფონზე რაც ხდება ბოლო 3 ათეული წელი, იმდენად იმედ გაცვლება ქართველი კაცის გულზე მოდებული და იმდენად უღონოდ გრძნობს საკუთარ თავს, დღეს საკუთარ თავში იმის სადის მოძებნა, რომ დადგე იქ, სადაც უნდა იდგეს ჭეშმარიტი ქართველი მართლაც მირობის ოფასი. გამიჯერეთ ესაში. და დღევანდელი ეს საინფორმაციო შეხვედრაც ხალხო თქვენ ნაკლებად ეხებათ. ეს არის ფაქტიურად ინფორმაციის მიწოდება, იმედია შეისმენენ საპატრიოტო თვისადმი. თორე მე დარწმუნებული ვარ ყოველმა თქვენგანმა ჩვენაც აქ საუბრობთ შენურად იცით და არც არაფერი არ გეშლება და იმიტომ აღარ დღეს ვშლები აქ. და მე დღეს პარალელი არ მინდა გავავლო ჯერჯერობით, თუმცა მახსენდება ის ალბედითი 1991-12 წლები, როდესაც 22-ში გავარდა პირველი ტყვია და ჩვენ მაშინ ახალგაზრდები რამოდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდით საპატრიოტოსთან და იმედით რომ მაშინ საპატრიარქო რაღაცაზე მაინც იტყოდა და ჩვენ მივიღეთ პასუხი რომ პატრიოტი არის შეუძლოთ რამოდენიმე დღის შემდეგ და ვერ შეხვდებათ. იმაზე აღარაა საუბარი, რომ არანაირი განცხადება მაშინ არ გაკეთებულა, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პოლიტიკა ირჩიეს, არ მოხდა მაშინ დაგმობა თავის დროზე ძმათაუკლელი ომის, ქართველის მიერ ქართველის იარაღის როლის, აქ არ აქვს საუბარი, თუ რომელი მხარე იყო მართალი. ეს კი ცალკე თემა, მაგრამ მთავარია, რომ რატომღაც მაშინ საპატრიარქო აირჩია დუმილის პოლიტიკა. იმედია დღეს იგივე არ მოხდება. იმედია ის არის გაკვეთილი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, თუ არ მოხდა მაშინ ქართველი ერის დადგომა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო. და დღევანდელი დღე არის ფაქტიურად მოწოდება კიდევ ერთხელ. არ გავიმეორებ ის, რაც მოხდა 33 წლის წინ. მაშინაც იყვნენ რა თქმა უნდა მამოები, დღესაც არიან ცალკეული მამოები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ ეს არაა საკმარისი. აუცილებელია თვითონ საპატრიარქომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და დაარაზმოს ქართველი ხალხი იქ, სადაც უნდა იდგეს ყოველთვის მართალი კაცი და მართალი ქართველი. გაიხარეთ, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. ჩვენთან მოგზაურობ ახლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წევრი და პრეზიდენტის წევრი ბატონი გურამ აკაცარია და მხოა სიტყვა მივცე მას. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მე გახლავართ კონსტიტუციური ხელისუფლების მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე. თუ რა ხდება ყველაფერი ვიცი ბატონო. მოვიყვან დიდი ქართველი წელის ნათქვამს არაბობაზე, ერის ავადები იწეოდნენ ვითარ ლეძამნი ქართაგან ძლიერთაო, გახშირდა ფაქტიურად წესად იქცა მრავალწლიანობა, კაცის მიერ კაცთან ცხოვრება და ახსოვებული ამბობს ნემატიანი ამას. ეს არის ბატონებო არაბო. მინდა გადავთხოვოთ ყველა ბატონებო. 92 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში
საქართველოს უზენაესმა საბჭომ და პრეზიდენტმა მიიღეს დადგენილება, რომ ყველა ის კანონი, ის ქმედება, რასაც ქართველი ერის სასოფლო ინტერესების წინააღმდეგ ჩაატარებს 4 არამკითხე ნაძირალას, ჯაბას, სიგუას, ტიტოვანისა და შევარდნაძის სამართალო მემკვიდრეები წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული, მათ შორის არჩევნები და ყველა დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძიდან მოყოლებული არის კანონგაროში ხელისუფლება. ეს დადგენილება გაეგზავნა ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის არაბებს, მათ შორის პაკისტანელებს, სხვებსა და სხვებს. და ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი თეორიული და რეალური შანსი. ახლა მინდა ძალიან გახშირებული პატრიარქის ლანდრის მომხრეებს უთხრა 98 წლის საშობაოდ ამოვიდა უწმინდესი და უნეტარესი ტელევიზორში და ხალხს მიმართა შემდეგი სიტყვებით. საბჭოთა კავშირში ეკლესიას კურირებდა სულკი, ხოლო სულკი დადებითად ეთვლებოდა, თუ იქნებოდა უარყოფითი ხალხი და ნუ გიკვირთ დღევანდელი თუ ჩვენი ეკლესია არ უთქვია, მაგრამ მათ შორის მეც ანგარიშვალდებული ვარ სულკთან. ამაზე მეც ვერ იტყოდა, თავი დამანებით. გამიშვიდო 2003 წელს ანტონობდა და წასვლა უნდოდა და მანანა არჩევანზე შეეხოთა და უარი ათმევი. როცა უთხარით რატო გააკეთეთ ხალბატონო და უარესი მევა. უარესი რა იქნება არ ვიცი ბატონებო, მაგრამ ამ კაცს ფაქტიურად მონანიებულია თავისი ამ სატელევიზიო და სხვა გამოსვლებით მეტი არ შეუძლია, რასაც უბრძანებენ ის უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ ასეა, დღევანდელ საპატრიარქოში ძალიან ბევრია ასე შემოგზავნილი რაღაცებზე, გამოჭერილი რაღაცაზე წარწმედილი ხალხი და ჩვენ ძალიან ბევრს მოვთხოვთ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. თანაც რო უნდოდეთ ვერ დაგვიდგებიან. იმიტომ ვერ დაგვიდგებიან, რომ გამოჭერილებიან 1000-1000 სიგნალს. ერთ კადრს მარტო ერთ კადრს გაუშვებენ ტელევიზორში და მორჩენილია მაგათი კაცობა, მამობა და ყველაფერი. მასალეთ ახლა. აი აქ ვინც არიან დღეს საპატრიარქოში, ვისაც გულში ქართული სისხლი უდუხთ, უნდა თქვათ ბატონებო თქვენი სიტყვა ერის დასაცავად და არა ვინც ხართ კგბ-ს დანიშნულები, ვინც ვალდებული ხართ კგბ-ს წინაშე. აგერ გვაქვს უახლეს ისტორიაში კირიონისა და ამბროსი ხელაიას და ამბროსი კათამაძის მაგალითი. ამიტომ წლის ნახვა ახლა რომ სუგის მიერ მოგზავნილებს საღარი ბაუკითხო თავზე მგელსავით, მაგრამ მე ვიმართავ სინოდის იმ წევრებს, რომლებიც არ ახართ ასე გამოჭერილები, ასე არწმედილები და კიდე შერჩენიათ ქართული ჯიში და ჯილაგის სისხლი და წვეთი. თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა, თქვენ უნდა დაუდგეთ ამ მოძრაობას და ერს. ილია მეორე ვერ დაუდგება. ჯანსედაც რო იყოს ვერ დაუდგება გარკვეული მიზეზების გამო. რაც მან 98 წლის საშობაო ეპისტოლეში თქვა ბატონებო. 2004 წელსაც გაიმეორა, არ შეუძლია. არა კუფლებას არ აძლევენ ბატონებო. ეს არის ყველაფერი ვიცით. დანარჩენებს მოუწოდებს სინოდის წევრებს, რიგით პატიოსამგლებს. ჩვენ დაგიდგებით ვერდი და მოვაწვოთ ლუის ურბნისი თუ გინდათ. და იმედი გვაქვს რომ ასევე სუგის მიერ დანიშნული შიოლაშვილს შიო არ შეცვლის ბატონებო და ალბათ უნდა მოვიდეს სერიოზული პატრიარქის ადგილზე მჯდომი პატიოსანი ქართველი. ეს არის ბატონებო კანონიერი ხელისუფლების პოზიცია და წყლის ნახვა შევეშვათ
დანარჩენებს აგერ ბატონი რომ გზანდება გდელი მოგმართავ თქვენ და დანარჩენებს ვინც იქ არიან ამბროსი ქათამაძე შეეწირა ამას იცით დაძერა გაზეთში რომ პატრიარქს ხელფეხი აქვს შეკრული და ვერაფერს ვერ აკეთებსო მაგრამ იქნებ რამენაირად ამოუდგეს გვერდით ქართველ ერს სხვა გზა ქვეყანას არ აქვს როცა აბსოლუტური უმრავლესობა გახდება ქართველი საქართველოში ის არაბები ისევ მუძავდებიან პაკისტანელები ისინი ხო არ გონიათ საშუალო სიძლიერის ხალხი იყო ესენი ყველა არიან მებრძოლები ყველანი არიან ძალიან ანტიქრისტიანულად განწყობილი ხალხი და ეს იქნება ქართველების უკანასკნელი დღე ამიტომ გთხოვთ თქვენ ქართველებს არ შევჭრიდოთ ეს ბრძოლა ამოვდექით ამ გაერთიანებას და თქვენს უზენაეს საბჭოს და მე პატიოსან მამაოებს გთხოვ ყველას გთხოვთ ეს მე ვარ კონსტიტუციური ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩემი თხოვნა არ არის რიგითი თხოვნა ეს არის კანონის მოთხოვნა ბატონებო კანონის ძალით კი არ გთხოვთ გიბრძანებთ დაუდექით ქართველ ერს გვერდით თორემ ღმერთი არ გაპატიებთ ბევრი მაგ ძალიან ბევრი სალაპარაკო ყველაფერი ვიცი სად რა ხდება ბატონებო იცებთან დაკავშირებით ერთ-ორ მაგალითს ვიტყვი როლანდ გილიგაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო ზვიადის დროს 92-ით და ინფარქტი მივიღეს სამჯერ დასახვედრად ვარ გაყვანილი ჯოჯოხეთ გამოვლილი და სამწუხაროში მინახულა და მითხრა 93 წელს შევარდნაძემ და ჟვანიამ თბილისის აგლომერატი ერქვა 200,000 ჰექტარი მიწა მარნეული გარდაბანი დმანისი ბოლნისი მიყიდეს აზერბაიჯანელებს ჰექტარი $2,000 მივედიო შევარდნაძესთან და უთხარიო ყიდისო ჟვანიაო მიწეს არ იქნება ბიჭო მასეო მითხრაო და დაუდეკ აღავდიო სადაც ეწერაო ვიყიდე 2 ჰექტარი მივეცი $4,000 და ასე შემდეგ 10 წუთში უკვე მომძრალი ვიყავი მიშამ 39,000 ეროვნების სომეხი თურქეთიდან ჩამოასახლა აჯარაში დღესაც იგივე გრძელდება ეს არის პოლიტიკა ბატონებო გეგმა ზომიერი ქართველების განადგურების რამე თუ ქართველები ყველაზე ღირსეული ერია ერთ-ერთი მსოფლიოში და ბევრ ვინმეს არ აწყობს ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ პატიოსან სამგდელოებას გამოიღეთ ხელი თორემ მერე გეუბნებით კონსტიტუციური ხელისუფლების სახელით ყველაფერს მოგეკითხებათ ყველაფერი კაცრად მოგეკითხებათ ქართველი ერისაგან და სამშობლოსგან კი მაგრამ კანონით მოგეკითხებათ დიდება უფალს დიდება ქართველ ერს და ღვთისმშობლო შევავედრო თავისი წინსხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლო ქართულო რომელმაც მათხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა ედრე ძესა შენსა და ქართველებს დაუნარჩუნდეს ეს ქვეყანა ამინ ეხლა სიტყვას გადავხსევთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დაფუძნებელს პროფესორ ბატონ ბიგლა გობეჩიას მოგესალმებით ძალიან დიდი დღეა დღეს ხმამაღლა ცოტა ხმამაღლა ძალიან დიდი დღეა დღეს ბატონებო და ხალბატონებო ჩემი გულწრფელი მადლობა ყველას სათითაოდ ვინც აქ ბრძანდებით და ვინც ხართ მოსული და იზიარებთ და ცდილობთ გამოხატოთ ის სათქმელი რაც გულში გაქვთ თაც გული გაქვთ სავსე 33 წელია ქართული საზოგადოება გულში იმარხავს ყველაფერს რასაც საკუთარი თვალით უყურებს როგორ უჯიჯგნიან სამშობლოს უყიდიან მიწას წყალს როგორ ერეკებიან ქართველებს აქედან გამიზნული პოლიტიკით როგორ უქმნიან ვითომ სასათბურო პირობებს უცხოეთში და როგორ პრაქტიკულად მიუღებელ და შეურაცხყოფელ პოზიციებზე ამუშავებენ მათ როცა ის
ფინანსური სარგებელი, რასაც ისინი იქ შეულებენ ამ თვალსაზრისით, თავისუფლად შეეძლოთ საქართველოში გამოიმუშავებინათ, საქართველოში რომ სწორი პოლიტიკა ტარდებოდეს. მე ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვი, ჩემს გადაცემაში და არის ამისი მოწმეები, ზუსტად იმ დღეებში, როცა 34 წლის წინათ, როცა ზვიად გამსახურდია დღეს 29 რიცხვია, ხო, 29 ნოემბერი. 28 ნოემბერს, ზუსტად 2 კვირის თავზე და პასუხს თითოეულ სიტყვაზე 2 კვირის თავზე ზვიად გამსახურდიასთან მოვიდა ერთ-ერთი დელეგაცია ორი დიდი ქვეყნიდან. არ დავასახელებ ამ ქვეყნებს, თავადაც მიხვდებით. მას დაუყენეს ესეთი წინადადება, ესეთი შეთავაზება გაუკეთეს ბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველო ორ მხარედ გაყოფილი ვთქვათ, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ან აღმოსავლეთის მოსახლეობა გადაბარგებული იყო დასავლეთში, ან დასავლეთის აღმოსავლეთში. ჩვენებს უნდა აირჩიათ ეს ყველაფერი, სამაგიეროდ აქ შემოვიდა და გარკვეული ტომი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ქართული ერის შემდგომში გართულებების და მოსალოდნელი სირთულეების აცილების ვალდებულებას, თავიდან აცილების ვალდებულებას. მოწმეები აყავს საქართველოში ამ ფაქტის. შემდეგ იგივე, რა თქმა უნდა, ზვიადმა მკვეთრი და მკაცრი პასუხით გაისტუმრა ისინი იქიდან. შემდეგ იგივე შემოთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის ვიცე-პრემიერის დონეზე გაჟღერდა ფოთში, როცა 1991 წლის მაისის თვეში იქ ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წყალში მფრთოვანთა შორის. მე მგონი ბევრს გეხსოვებათ ალბათ ეს ფაქტი. და ორივე შემთხვევაში, როცა ისე უარი მიიღო, ბატონ ზვიადს უთხრეს. არა ორსახოვნად, არამედ პირდაპირ. ზვიად კონსტანტინოვის უსულად უთხრეს, თქვენ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ კოლელობას მოაწერეთ, თვითმკვლელობას მოაწერეთ ხელიო. აი იქიდან მოყოლებული თვალი აქვთ ჩვენს ქვეყანაზე დადგმული. ჩვენ ხედავთ ამას, ხედავთ იმ სიჩუმეს, რა სიჩუმის გამო ჩვენად თითოეული მოვედით. მე ამ ტაძარში, ამ საპატრიარქოს შენობასთან და საერთოდ ყველა ქრისტიანულ ტაძარში, სადაც მომილოცავს და მომილოცავ კიდეც, დიდი ხანია დავდივარ. პატარაობიდან, ალბათ ბავშვობიდან, სადღაც 17-18 წლისთან, ამიტომ ისეთი ფაქტების მოწმე გავხდი, ჩვეულებრივი ჩემი, ასე ვთქვათ, ასაკიდან გამომდინარე გონკავშირელი კაცი და პიონერი იცით თქვენ ეს რა სისტემაც იყო და სად შევდიოდით. დღეს უფრო იშვიათად დავდივარ. მქონია ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, როცა შევხვედრივარ აღიარებულ თუ არ აღიარებულ წმინდანებს, ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან, თქვათ, ჟურნალისტი გახლავართ და მქონდა ბედნიერება, რომ შევხვედრდი ბევრს. საოცარი საიდუმლო და წინასწარმეტყველებებს მიყვებოდნენ და მიყვებიან. ბატონებო, ქართველთა დიდმა გაერთიანებამ უკვე რამდენჯერმე გააჟღერა მძიმე პროგნოზი. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ ფუკასავით აგვაცლიან მიწასაც, წყალსაც და საერთოდ აფრიკავენ აქედან. მე მიკვირს საქართველოს საპატრიარქოს მე დედა ეკლესიას არ ვეხები დუმილი მთელი 33 წლის მანძილზე. ყველა ის უბედურება, რაც დაემართა საქართველოს და ქართველ ხალხს, ეს არის საპატრიარქოს დუმილის შედეგი, წარე შედეგი. მე ამას სინანულით ვლაპარაკობ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რეალობას უყურებ თვალებში. დღეს თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში თითოეული მღვდელმსახური საქართველოში, პირველ რიგში მადლობას მოვახსენებ მღვდელმსახურს, რომელიც დღეს აქ ბრძანდება ამ გამოსვლისთვის, ამ სიტამამისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ თითოეულ მღვდელმსახურში უნდა გაეღვიძოს გრიგოლ ხანძთელის სულმა და არა გრიგოლ ბერბიჭაშვილის სულმა. იგივე ვიცი ჩვენ ვინც იყო და რაც გააკეთა. აი ამას შორის მიდის დღეს დავა და ბრძოლა პრაქტიკულად. ამიტომ ჩემი გულწრფელი თხოვნა, ჩვენ სათხოვნელად მოვედით აქ. გეყოთ უკვე ბატონები 33 წლიანი დუმილი, გამოფხიზლდით და დაუდეკით თუნდაც იმ გამორჩეულ მესტია ზემოსვანეთის ეპარქიას, რომელმაც უკვე განცხადება გააკეთა და ძალიან სერიოზული. მე მადლობა მინდა მათ უთხრა,
აქედან როგორც ერთმა რიგითმა ქართულმა რიგითმა პუბლიცისტმა და გულშეწუხებულმა იმის ცოდნით რაც ვიცით მე და არ ვიცოდე არაფერი თითოეულ თქვენ თემას მოგმართავ ჩვენ ვიცით გასაჭირი რაც მოგვდგომია გარს ზვავი რომელიც მოემართება ჩვენს წინააღმდეგ და ვიცით და იმიტომ დგავართ აქ და ვითხოვთ ქმედებას მე უკვე გვიანი ხდება და მე როგორც ეროვნული ხელისუფლების დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენელმა და უგადოსნესმა პიროვნებამ ბატონმა გურამმა ბრძანა მე ყველას მოგეკითხება და პირველ რიგში საკუთარ თავებს უნდა მოვკითხოთ ყველაფერი მე ხანდახან ვფიქრობ დღეს თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა მოგვერევიან ცალ-ცალკე დაგვშლიან დაგვაკუცმაცებენ დღეს ამიტომ არავის განკითხვას არ უწყებ არავის მოკითხვას არ უწყებ და გამოკითხვას ასე ვთქვა დღეს წესიერი მსახურები და ერის და საზოგადო მოღვაწეები უნდა დავდგეთ ერთად რაღაცა ჭობის დარბაზი რაღაცა შევქმნათ ჩვენ უკვე შევქმნით ქართველთა დიდი გაერთიანების ჯგუფი და ქართველთა დიდ გაერთიანებას შეუძლია ჩვენ დავიწყეთ უკვე გამოფენა აგერ ქალბატონს ჰქონდა გამოფენილი სურათი თუ შეიძლება მათხოვეთ ერთი წუთი ეს პლაკატი ქალბატონო ისა სურათი აბატონო შეხედეთ გამეხმარეთ რომ გაშავო მიმართავ საქართველოს პარლამენტში გუშინაც გავაკეთე ტელეკომპანია ობიექტივიდან ეს მიმართო აი არ დაესიზმრება თითოეულ არავს ეგრეთ წოდებული ინვესტორს აი ასეთი სასახლეების პროექტებით არიან ისინი შემოსული და ვაჟა ოთარაშვილის და მისი თანასოფლელების ბრძოლა რო არ ყოფილიყო სამ თავისიდან საოცარი სალოცავიდან სამ თავისიდან 200 მეტრში 200-300 მეტრში აი არაბული სოფელი შენდებოდა იქ და ასეთი პროექტები უნდა აშენებულიყო თქვა ვინმეს გეეჭობათ რომ 2-3 თვეში ამას ვერ წამოჭიმავდნენ რა თქმა უნდა წამოჭიმავდნენ ისევე როგორც თელავის რაიონის სოფელ ჯუღანში არის გაკეთებული ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია მერე გვიანი იქნება თითზე გბენანი ამიტომ ჩემო ძვირფასებო აი საოცარი სიკვდით მოგმართათ ბატონმა შალვამ აღრაძემ გიჭყონდიდელი სადმი მიძღვნილით დღეს თითოეულმა ქართველმა სამგდელო დასის წარმომადგენელმა უნდა მიბაძოს გრიგოლ ხანძთელს და გრიგოლ ხანძთელის სულმა უნდა გაეღვიძოს მათში ხოლო აქეთა ქართველებში ვინც ავართ საერო მოღვაწეებში და რიგითებში მაგრამ გულანთებელ ქართველებში დავით აღმაშენებლის სული უნდა გაცოცხლდეს სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს იმდენად პატარა ვართ ფიზიკურად მოგვერევიან მაგრამ სულიერად ვერა იმიტომ რომ სულიერად ქართველი ხალხი ფენიქსის ფენომენის მატარებელია და მისი გატეხვა არავის არ შეუძლია მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიხსენებ დევიდ ლენგის ამ ბრიტანელი ქართველობის სიტყვებს თქვენს ისტორიას ვკითხულობ წმუნდები რომ ღმერთის შეწევნა და ღვთისმშობლის უპირველეს შეწევნა ხონდა ამიტომ არის ბატონებო მიაქციეთ საკრალურ ტერიტორიას ყურადღება კრძანისის ტერიტორია უნდა გასხვისდეს კრძანისი რომელიც სისხლით არის გაჯერებული და გაბოხილი და მე სისხლის ენერგეტიკა არავის ნაკლებად არ ვიცი მithumetă სისხლით გაბოხილი მიწისა გაუთხილდეთ ამ მიწას სანამ დროა თუ ეს მოღალატე სამი ხელისუფლება პირველიც შევარდნაძის ხელისუფლება მეორე სააკაშვილის ეს კვადრატში აყვანილი მოღალატე ხელისუფლება და დღევანდელი რომელიც ადგას ამ გზას ამას თუ ჩვენ პასუხი არ გავეცით ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით და მე გვიანი იქნება მე ვიცი ზუსტად მე რატომ მოვედი აქ მოვედი იმიტომ რომ მართალი ვიყო შემდგომში ჩემს შვილებთან ოჯახთან, ჩემს სამშობლოსთან, ჩემს ხალხთან და საკუთარ თავთან, იმიტომ რომ შეგწყვებათ იმ დუმილის ყველას მიმართავ ახლა, ვინც 33 წელი დუმდით, ამიტომ გამოფხიზლდით და როგორც დიდი ილია მოგვიწოდებდა, შეწყვიდეთ ძილი და გადადით ფხიზელ მდგომარეობაში. ერთი გვერდიდან მეორეზე კი არ გადატრიალდეთ და ტაში უკრათ ამ მანქურთებს, ვინც ქართულ მიწას ყიდის. მithumetes ჩვენმა პატრიარქმა 2017 წელს გასაგება და ღიად დაწერა. ბოლო იერარქიული პასუხისმგებლობა არსებობს, სხვა თუ არაფერი, ხო? რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს ბრძანა პატრიარქმა. მერე ვინ არის შემსრულებელი?
თქვენსავე ეპარქიაში, თქვენსავე ჯიშსა და ჯილათში. გამოდით და შეასრულეთ ის მოთხოვნა, ის კურთხევა, რაც მოგცათ პატრიარქმა. თორემ ერის ხალხს, ვინც ვხედავთ ასეთ უპასუხისმგებლობას, ვხედავთ მათ ფინანსურ მდგომარეობას ზოგიერთი მეუფისას, თავისუფლებას არ მივცემ, ახლა სხვა სიტყვა უწოდებ, რასაც მე ჩემს გადაცემებში და პუბლიკაციებში უწოდებ მათ, მაგრამ მოგეთხოვებათ, აუცილებლად მოგეთხოვებათ. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც აქ შეწუხდით და გულშეძრულები მობრძანდით. მე ახლა უმორჩილესი თხოვნით მივმართავ სინოდს და თითოეულ სამღვდელო დასის თითოეულ წარმომადგენელს. ბატონებო, გამოფხიზლდით. თქვით სიმართლე, დავიძრათ, შევიკვრათ, ჯერ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და განვითარებისთვის ქართველთა ინტელექტუალური პოტენციალი, გონებრივი პოტენციალი გამოვიყენოთ და ამას შეუძლია საქართველოს გახადოს მილიარდერი სახელმწიფო და ყველაზე დიდ სახელმწიფოთა შორის დავდგეთ და ამაზე შემიძლია უამრავი ვილაპარაკო. გამიგრძელდა ბოდიშ ვიხდი, მადლობა კიდევ ერთხელ და გადახაროთ და გაგაწილიოთ მე. მეგობრებო, როდესაც ჩვენ დღეს აი ამ აქციას ვაწყობთ, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით თხოვნის რეჟიმში, ვინაიდან საქმე არის უმძიმესი. არაფერი არ გვაქვს სათხოვარი. ისინი უნდა გთხოვდნენ, რომ ჩვენ დაუდგეთ გვერდში. ეს არის სრული სიმართლე. ჩვენ 33 წელი უყურეთ იმ უბედურებას, ყველა მაოხრებელი როგორ იკუნთხა ამ დაწესებულებიდან. დაწყებული შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ქვეყნის არ ვიცი რა, სამარცხინოები, სალომე ზურაბიშვილი და ეხლა კიდევ ვიზის. ხო, განათლება საერთოდ არა, ხო? ხო და დაიღალა ქართველიერი, ხო? ამიტომ ჩვენ არავისთან თხოვნის რეჟიმში აღარ ვიქნებით. ეხლა ჩვენი ბოლო ის რომ ვიცოდეთ, ჩვენ ეხლა წავალთ ქართველთა დიდი გაერთიანების შეკრება გვექნება, მივიღებთ ტექსტი, შევადგენთ ტექსტ საპატრიარქოსთვის, ორშაბათს ოფიციალურად შევა ეს ტექსტი და მიეცემათ ერთი კვირის ვადა. თუ იმ ერთ კვირაში ჩვენ ვერ მოგვაწვდიან პასუხს, თქვენ ყველაფერს გაიგებთ, ჩვენ ყველაფერს გაგაგებინებთ აბსოლუტურად და აი ვისაც საშუალება ექნება მე ალბათ დავიწყებთ რუის ურბნისიდან მსვლელობას. პირდაპირ ყველა ნაგები ქართველი შეიკრიბება რუის ურბნისში და აიქიდან დავიწყებთ საქართველოს გადარჩენას. აი ეს იქნება საბოლოო შედეგი. ეხლა რა თქმა უნდა ესენი იტყვიან, რომ ეს არის დასვენება და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, ვერ გამოვხეთ ასე ესენ. მთელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, მთელი საპატრიარქო ეხლა გვისმენს ჩვენ ინტერნეტიდან, ძალიან კარგად ესმით, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ სამდივნოში აქ ორშაბათს შევა ეს ტექსტი. თუ არ მივიღებთ პასუხს, მაშინ ყველას გაცნობებთ და უნდა მივიღოთ შემდეგ ზომები. დაიძრას დაუმორჩილებლებისაკენ რუის ურბნისიდან ქართველი ერი. აი ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. სხვანაირად ჩვენ ამ ქვეყანას ვეღარ გამოვაფრთხილებთ. დიახ, უნდა ჩავატაროთ, თუ თავის დროზე არ დაგვიდგება საქართველოს საპატრიარქო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა უნდა მოგახსენოთ ჩემო ჯიგრიანო ქართველებო, მართლმადიდებლებო, აქ მობრძანებისთვის. მინდა აქედან ემიგრაციას მივმართო, რომლებიც ძალიან ღელავდნენ და დღეს სხვა წერილები მოვიდა იქიდან. განსაკუთრებით ერმილე ნემსაძე ისე დღესი იყო, რა ვიცი, 10 წელი დარეკა უკვე, ხო და ყველას მოვიკითხავ აქედან, აი ამ ხალხის სახელით, გული და სულით, ვინც აქ ვარ დარჩენილები, ყველაფერს შევეცდებით, რომ ჩვენი სამშობლო დავიცავთ. მადლობთ ქართველებო, მადლობთ მართლმადიდებლებო, ღმერთი არ შენთან, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინი. აიხა. არა. ერთი. არა ვიცი.
დავით ეს რატოა ვებსალონი ამბობს რომ ევროპის იყოს სიტუაცია ვისაც გასის სიტუაცია ქართველთა გაერთიანება მეკითხებიან სად არის და რუსთაველის 18 ნომერში ხო ერთი ფოტოები ვისაც აქვს აი ეს ისინი იქნებ ილუსტრაციები აი ამ ახალგაზრდას დაუბრუნოთ იქნებ სხვადასხვა რაიონებში გვინდა გავაკეთოთ კიდევ გავამრავლებთ მე რა მოვასწავლეთ გავიგოთ